რუსეთის ჯის სომხეთს სწორედ ბიძინა ივანიშვილის რუსი ოლიგარქის მეშვეობით და ამით თავს არიდებს იმას, რომ ანტირუსული განწყობები შეიქმნას. თუ რუსეთი თავად გააკეთებდა ამ ნაბიჯებს სომხეთის მიმართ, შესაბამისად შეიქმნებოდა სომხურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები. დღეს ცდილობენ შექმნან ანტიქართული განწყობები, თუმცა სომხეთში კიდევ კარგი ხელისუფლებაც პროდასავლური ოპოზიციაც საზოგადოებას იაძრებს, რომ ეს არ არის ქართველების მიერ გაკეთებული, არამედ ეს არის ქართული გვარის მქონე, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების და რუსი ოლიგარქის მარიონეტების მიერ გაკეთებული იმისთვის, რომ პრობლემები შეუქმნას სომხეთს, მაგრამ ამავდროულად გარიყონ აქედან დასავლეთი. რასაც არ ამბობენ ოცნებაში, ცნობილია ექსპერტებისთვის. მათი ინფორმაცია კი ოცნების ქცევას კიდევ უფრო საეჭვოს ხდის. ნამდვილად სომხეთის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია მიწოდებული საქართველოს მიერ, რომ გარკვეული ნივთიერებები აღმოაჩინეს კონიაკში და ამას იკვლევენ. თუმცა ორ თვეზე მეტი ამას იკვლევენ და ვერ მიაკვლიეს ერთი. მეორე კონიაკი არ იყო საქართველოსთვის და მიდიოდა რუსეთში და საქართველოს რატო იკვლევს იმ კონიაკის შემადგენლობას, ცალკე საკითხი არის და ყველაზე მნიშვნელოვანი რომ კონიაკით არ არის შემოფარგლული ეს თევზეულში რა იპოვეს, ყვავილებში რა იპოვეს და თამბაქოში რა იპოვეს მაგალითად და სავარაუდოდ ეს სია საერთოდ გაგრძელდება.